პრობლემა არ არის, როცა ყველა არ გეთანხმება. პრობლემა სწორედ მაშინ არის, როცა ყველა გეთანხმება. ეს არის სულხან მელაძის საავტორო ტელევიზია, ეს არის უკვე მეხუთე გადაცემა ციკლიდან სულხან მელაძის ღია ეთერი. ზუსტად არ ვიცი რა არის, მაგრამ ვეჭვობ პრობლემაზე კიდევ უფრო უარესია, როცა გათანხმება ან არ გათანხმება, ასევე არ არის ნაფიქრალი და უსაფუძვლოა, როცა ფიქრი ჩამორჩება ქმედებას. ხატოვნად თუ ვიტყვით, შესაძლოა ეს ის შემთხვევაა, როცა ფიზიკური განვითარება უსწრებს გონებრივს. არავინ იფიქროს ახლა ვინმე კონკრეტულს გულისხმობს. დასამალი და მოსარიდებელი არაფერია. პირდაპირობა ჩემთვის არ არის უცხო და მასთან ერთად არც ის არის უცხო, რაც ამ პირდაპირობას მოაქვს დუნიაზე, სადაც უმრავლესობა ერთს ლაპარაკობს, მეორეს ფიქრობს და მესამეს აკეთებს. ამიტომაც მეც პირდაპირ ვიტყვი. გადის დრო და არაფერი იცვლება. მხოლოდ ფიგურები ანაცვლებენ ერთმანეთს. ისე კაცმა რომ თქვას, თავად ფიგურაც იცვლება იმის მიხედვით, თუ რა პოზიცია უკავია მეფის კარზე. ჩვენში ხელმწიფესთან სიახლოვე პიროვნების ფასეულობათა სისტემასა და ცხოვრების წესს განსაზღვრავს. ახლა ნურავინ დაიტრაბახებს მეფის სასახლეში ხანძლივი და დამხამცველი მარათონის შემდეგ მისული, ოდნავ მაინც მსგავსი იყოს იმისა, სასახლისკენ მიმავალ გზას რომ დაადგა. იმედია მიმიხვდებით, რომ ამ განსხვავებაში ფიზიკურ დაღილობას არამც და არამც არ გულისხმობ. პატარა კაცის გადიდ კაცება. ეგებ ეს არის სწორედ ისინი ამ დროს პერსონაჟს რომ ეპარება. ხელმწიფის ტახტთან ახლოს, ძალიან ახლოს მოკალათებულ უმრავლესობას გულწრფელი თუ არა სასახლიდან გაძევების შიშით გამოწვეული ერთსულოვნება და ერთგულება ნამდვილად ახასიათებს. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ყოველი მათგანი ფიქრობს, სწორედ მისი გამოისობით და მხოლოდ მისთვის გაიღო ფართოდ სასახლის კარი. ხელმწიფის კეთილი ნება თანდათან დავიწყებას ეძლევა და შესაშუხთან ერთად სულ უფრო მიმზიდველი ხდება თავად ხელმწიფის ტახტი. ახლა იგავი მახსენდება ერთი. კურდღელმა ლომს რომ გადახვია ხელი. მერე ხმამაღლა იკითხა, მე და ლომს ვინ მოგვერევაო? ვინ არის ლომი და კურდღელი? კურდღელის კითხვაზეც არის პასუხი. ისევ ლომია კურდღელის მომრევი. მინდა გითხრათ, ლომი ერთია, კურდღელი ბევრი. გადის დრო და არაფერი იცვლება. სულ უფრო ცოტა იგავის მკითხველი. ეს იყო სულხან მელაძის საავტორო ტელევიზია, ეს იყო მეხუთე გადაცემა ციკლიდან სულხან მელაძის ღია ეთერი.